ის სირწუთხრი და როგორც მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს პარასკევია და პარასკევს როგორც ისიც ჩემთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი. მოგესალმებით, დავით. მოგესალმებით, მერაბ, მოგესალმები ჩვენს მაყურებლებს და ჩვენს მსმენელებს. ამ სეზონში ახალი წლის მერე პირველად ხარ ეთერში და ფაქტობრივად ახალი წელი დაიწყო ამ ხელისუფლების ყოფილი წევრებისთვის, პირველ რიგში პრემიერ-მინისტრისთვის სირაკლი ღარიბაშვილისთვის ძალიან საინტერესოდ ახალი წლის ფაქტობრივად აღნიშნვა არაცალეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ისე გააუშვეს ციხეში. თან მე მგონი მადლობას კი გადაიხადა, ეხლა ახლა ცოტა ვაჭარებ, ეხლა მადლობა არ უთქვამს, მაგრამ არც გაუპროტესტებია ეს ამბავი, 5 წელიო, ყველაფერი მეკუთვნისოდ, ფაქტობრივად ესე გამოვიდა, ხმას არ იღებს, ერთი მისი ოჯახის წევრმა მოიღო ერთ-ერთმა ცოლის და ამისიც ხმა და იმასაც ტროლები მიუსიეს, ხელისუფლების ტროლები, რომ რამე არ გაბედო თქვა თორე, უფრო მეტ სიბინძურებს ამოგიყრითო და მე კი რამდენჯერ ვისაუბრე გადაცემაში ჩემს სტუმრებთან ერთად ამ თემაზე, მაგრამ შენ რადგან პირველად ხარ, შენი აზრი მაინტერესებს. რას ფიქრობ, რასთან გვაქვს საქმე? ხო, საქმე გვაქვს რატო აღმოჩნდა ხელისუფლების ყოფილი პირველი პირი ციხეში, თან ივანიშვილისთვის საყვარელი, ასე ვთქვათ, პერსონა ღარიბად. მოდი თქვა, პირველი პირი ოფიციალურად როგორც იყო. ეს ძალიან ტიპიურია ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რაც ხდება. ღარიბაშვილის და სხვადასხვის მე მინდა შეგახსენო, რომ ამ გადაცემაში არაერთხელ თქვი, რომ დარწმუნებული ვარ, რომ დააპატიმრებს თქო. აი ეჯვი არ მეპარებოდა მაგაში. ხო, ეგეთი პროგნოზი ქონდა. კი, ამაზე შემიძლია თავი დავდო, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი და ყველგან ვამბობდი, რომ აუცილებლად დააპატიმრებს. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის სტილი ასეთია. თუ ის მას უნდა ვიღაცის დასჯა, ის აუცილებლად უნდა ჩასვას ციხეში. თუმცა ამით არ თავდება ყველაფერი და თუ მან გადაწყვიტა რომ უნდა დასაჯოს, ესე იგი მაგას ვერ გადაათქმევდეთ მე ეს უბრალოდ ეგეთი ტიპია, თუ ჩვენ დავაკვირდებით მის ქმედებებს, ამ ლოგიკას შევამჩნევთ, ის რომ ვიღაცა ძალიან გაბრაზდება, აი გახარიაზე რომ გაბრაზდა, ну აი არაფრისგან შეუქმნა საქმეები, აი არაფრისგან მართლა ქვეყნის ინტერესების დაზიანებასაც კი არ მოერიდა იმ ჩონჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით და სხვა თემებთან დაკავშირებით და რაღაცა შეუკერეს აი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით რაღაცა ქვეყნის ღალატის საქმე და 10-15 წლიანი მუხლი მიუყენეს. თან და პლუს იმასაც იჭერენ, რა ქვია, აქციის დარბევაზე, ანუ ჯერ დაარბევინეს კაცაცია. თავისივე დარბეულ აქციას. დაარბევინეს და ეხა იჭერენ რა დაარბევინეს აქცია და 20 იმისის აქცია. თქმა უნდა, სადაც თვითონ არის ყველაზე პასუხისმგებელი და რის გამოც აქებდნენ ცოტა ხნის წინ. ანუ იმ პერიოდში მაშინ აქებდნენ დააწინაურეს პრემიერი გახადეს და ნუ დავანებოთ თავი მაგას, ანუ ასეთია მისი სტილი, ეს ერთი ხო, აი რატო გაბრაზდა რა? თუ არ გითხვა, გახარიაზე რატო გაბრაზდა, ვიცით ხა, გახარია გადაუდგა და გასაგებია ხა რატო გაბრაზდა და იმაზე რატო გაბრაზდა ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი ყველას ვამს ამ კითხვას და ყველასთვის ცოტა ეს მისი მომხრეებისთვისაც კი ცოტა გასაკვირი იყო ეს ამბავი. აქ არის ორი მომენტი ჩემი აზრით. მის მომხრეებში ჩაუშვეს ეს მესიჯი, მოღალატია უღალატა ქვეყანას ბიზნესს და ღალატი რაში გამოხდა თვითონაც არიციან კარგად. ძალიან ზოგადად ანუ აი ფული შოვნა რომ დაიწყო თურმე და რაღაცა ხალხი რა ფული შოვნა კაცი არის დაჭერილი იმაზე რომ ესა ბიზნესი მამამისზე გააფორმა და საკუთარ სახელზე არ ქონდა და ასე ბიზნესი ოჯახის წევრზე გაფორმებული აქვს ნახევარ პარლამენტს. კი, ნამდვილად ეგრეა და მთავრობა ამის გამო არ დაჭერილი გад. მაგრამ ეხლა რეალურად მაგ არის ორი მომენტის კომბინაცია შეიძლება ითქვას, ერთი არის ეკონომიკური და ფინანსური ფაქტორი. მან ნამდვილად ბევრი ფული გააკეთა, საერთოდ ესეც ბიძინა ივანიშვილის სტილია, მას ჩვევია კორუფციულ რაღაც ურთიერთობებში, ზე მიშვება თავის ქვეშევრდომების, ანუ აძლევს საშუალებას ფული გააკეთოს. არაფერს არ ეუბნება ამაზე, პირიქით თუ ვიღაცები ეუნებიან იცავს ხოლმე, თავიდან ასე იქცევა. მე ეს თვითონ ეს კორუფციაში რომ ჩაეფლობა ადამიანი და გალაღდება და გონია რომ არიქა და ბატონებიძენა ზურგს მიმაგრებს და რასაც მინდა იმას გავაკეთებ, მე შეიძლება მოთხოვოს პასუხი. ანუ ფული შენ უნდა აკეთო, ეს პრინციპში მიესალმება ამას გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილიც, არა იმიტომ რომ რაღაც ისა აქვს, რაღაც პათოლოგია ჭირს, არამედ იმიტომ რომ ეს არის ტიპიური მეთოდი ადამიანის კომპრომენტაციის, ანუ
პარალელურად უთვალთვალებს თან და ამ კომპრომატს აგროვებს. რამე რო იყოს მე ჩაარტყამს თავში ამ კორუფციულ ფაქტს, როცა უნდა. და ეს ერთი მომენტია და ოღონდ აი ამ კორუფციულ ქმედებებში შენ არ უნდა გაცდე ზღვარს. ანუ იმდენ ისე არ უნდა აკეთო იმდენი ფული, რომ გაგიჩნდეს რაღაცა ამბიცია და მოუკიდებელი მოქმედების. ეხლა ღარიბაშვილს ასეთი თავარი დღეს მე მაგაზე ვლაპარაკობდი, რომ ანუ ყველა ამ ადამიანის მიმართ ივანიშვილს როგორც ჩანს გაუჩნდა შიში, რომ ამ ადამიანს უკვე იმდენი ფული აქვს, რომ შეიძლება რაღაცა დამოუკიდებლად პოლიტიკური რაღაც მოძრაობა გააკეთოს. ხო, თან ღარიბაშვილი რაღაცა პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა, იმდენი ფული აქვს, უკვე შეუძლიათ. ამიტომ ამდენი ფული საშიშია. ხო, რა თქმა უნდა, პლუს ღარიბაშვილი წარმოიდგინეთ არის ადამიანი, რომელსაც ასე თუ ისე თვითონ ოცნების ასე ვთქვათ თავგამოდებულ მომხრეებში ყველაზე პოპულარული პიროვნება იყო ივანიშვილის შემდეგ. და პლუს კიდე ეს იყო ღარიბაშვილი იყო ადამიანი, ვისაც სანათესაო სამეგობრო წერეყავს თანამდებობებს. ყავდა დაყენებული, ანუ კლანურობის მომენტიც ჰქონდა, თავისი ხალხი დანიშნა ყველგან, თავისი ხალხი წამოწია. ანუ ეს უკვე ბიზნეს ივანიშვილის თვალში სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ბევრი ფული და კლანი საკუთარი რო ყავს, ჩვენი ერთდღე შეიძლება უცოდ თუ კარგად მოждდენ, კარგად ფესვები გაიდგეს, მე ვიკითხო კი მაგრამ ეს ბიზნესა რა გვინდა ეხა ჩვენ თვითონ ვერ გადავწყვეტთ რამეს და პლუს კიდე თუ ხალხშიც თუ ისე რაღაცა დასახდენი გაქვს. ამიტომ ბუნებრივი ეს ერთი მომენტია, მაგრამ მარტო ეს არ არის, რა თქმა უნდა. აქ არის კიდე პოლიტიკური ეჭვიანობის მომენტიც. რაშიაც როგორც ამბობენ ბატონ კობახიძეს დიდი წვლილი აქვს, იმიტომ რომ ის საერთოდ მუდმივად არ იყო მაინც კარგ ურთიერთობაში ღარიბაშვილთან და მუდმივად უჩურჩულებდა ბიზნეს ივანიშვილს, ბატონო ბიზნესა გალატობს ეს კაცი და გალატობს ეს ხალხი, ლილუაშვილზე და ღარიბაშვილზე იყო ლაპარაკი. და ეტყობა ბიზნეს ივანიშვილზე არა მარტო იმოქმედა კობახიძის რაღაც ჩურჩულმა და რაღაც დაბეზღებებმა, არამედ ის დაეჭვდა უფრო მეტად, იმიტომ რომ ესენი არ იყვნენ დასანქცირებულები. სანქცია არ შეეხო ღარიბაშვილს და არც ლილუაშვილს. ასე არ კობახიძე არ არის დასანქცირებული ხო? ხო, კობახიძე არაფერში კობახიძეს ფული არ აქვს და კობახიძე გამოდის და რომ ისე ვთქვათ არ არის მიღებული ტიპი ამერიკაში და დასავლეთში. ესენი დადიოდნენ იქ. ჩავიდნენ ერთი-ორჯერ, გახსოვდეთ ხოლმე მედიაშიც გამოქვეყნდა რომ ღარიბაშვილი თურმე იმყოფებოდა ნიუ-იორკში. ეს როგორც აღმოჩნდა ბიზნეს არ იცოდა რომ ნიუ-იორკში იყო წასული. ხო და ეს იეჭვიანა, მით უმეტეს ლილუაშვილს დავალებული ჰქონდა დალაგება ამერიკის ადმინისტრაციასთან, მან ეს ვერ შეასრულა, მაგრამ რაღაც ამერიკელებმა ის არ დაასანქცირეს. ამის მერე ხა პლუს რა ეჭვიანი ადამიანი რო ხარ და პლუს კიდევ გომელაური მაგიტომ გადარჩა რომ დასანქცირებულია. გომელაური ფიქრობ მაგნიცესია გადაარჩინა. კი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ეხლა ის დარწმუნდა რომ ეს არ ვღალატობდა და ამაზე ხა შეიძლება ბოლომდე არც ეს არ ჯერა, მაგრამ ლილუაშვილზე პირდაპირ ამბობენ რომ ოპოზიციის ის იყო, ასე ვთქვათ, ოპოზიციასთან შეგრული იყო. პირდაპირ ამბობენ, ეხლა რაც ასევე სიგიჟე მგონია მე. მართალი გითხრათ. ანუ ამბობენ თვითონ ეს მიანიშნებენ, ხო? კობახიძე მიანიშნებდა ამაზე. ღარიბაშვილი ამას არ ამბობენ პირდაპირ ასე, თუმცა რაღაც სიტყვა ღალატი და მოღალატე და ეგეთ რაღაცებს იყენებენ ხანდახან. ანუ ბიზნეს ივანიშვილისთვის ორივე ეს მომენტი არსებობდა. ერთი ეკონომიკურ, ფინანსური, ანუ ზედმეტად ბევრი ფული გააკეთა და ზედმეტად ძლიერი კლანი შექმნა და მეორე შესაძლო ღალატი deep state-თან და დასავლეთთან და ასე ვთქვათ შეთქმულებაში მონაწილეობა. ღარიბაშვილის საქციელი მიუთითებს რაზე ხა მისი ქცევა ის არ ეწინააღმდეგება არაფერს ყველაფერს აღიარებს ხელები აკაცებული როგორც მიბრძანებთ ეს ერთი ვერსია არსებობს რაც წილოსანმა თქვა პრინციპში ვერსია რა არის პირდაპირ თქვა წილოსანმა რომ ისეთ სიბინძურეს ამოუყრიდნენ რომ ერჩივნა ციხეში წასულიყო ესე გამოვიდა ანუ წარმოიდგინე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გვეუბნება რომ უმას დიდი დანაშაულები აქვს ჩადენილი და ისენი რომ ჩაფარცხულიყო და ჩავფარცხეთო ამიტომ აღიარა ეს მცირე დანაშაული. აი ამას რო ხა დეპუტატი აზრი ეს გამოვიდა მის აღიარებით ჩვენება არის, თუმცა არა მარტო ეს არის, აქ კიდე არის ის რომ ირაკლი ღარიბაშვილი კარგად იცნობს ბიზნეს ივანიშვილს ახლა. და იცის რომ
თუ მას არ გაუწევ წინააღმდეგობას და ყველაფერში დაეთანხმები და ყველაფერს სასჯელს მიიღებ და პირიქით იტყვირო დიდი მადლობა ამ სასჯელისთვის, ვერ ჩვენიერ დღეს შეიძლება გულიც მოუბრუნდეს. გამოუშვას, ხო, ან გამოუშვას კი არა, მეც შეიძლება დანიშნოს კიდეც სადღაც. ახლა ხო თქვი პროგნოზი. აი არ მე იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე და ბიზნეს ივანიშვილის ხელისუფლებას მანამდე დამთავრდება, მაგრამ არ ვიკაცმა არ იცის. ერთ-ორ წელიწადში შეიძლება გადაუაროს და მე სადმე კიდე ხა მინისტრატში თუ არა, ნაციხარი ხა მინისტრად არ შეიძლება, სადღაც რაღაცა კარგი ბიზნეს ჩაახუტოს მაგალითად და რაღაცა. ასეთი რაღაცები მას ჩვევია, გაუკეთებია ასეთი რაღაცები. ადამიანები, რომელიც მოუძულებია, გაუგდია, მე ვიცი ამდენიმე ადამიანი პროპაგანდისტი ერთი-ორი, რომელიც სამჯერ გააგდო და სამჯერ მოიყვანა უკან. და მე ეხლა მონია არ ვიცი სად არის. ასეთ რაღაცებს აკეთებს, საერთოდ შეუძლია აი მოიძულოს თქვას, რომ ჩემ თვალწინ უთქვამს, ეხლა არ ვიტყვი იმ პოლიტიკოსი არ დავასახელებ, აი უშველი სიტყვებით გამოლანწრა ერთი პოლიტიკოსი თქვა, რომ ეგ ადამიანი არ დავანახოთ. მე ყავდა ფავორში. რაღაც პერიოდის მერე. ფავორში მე უსევ ნეიტრალურად, ანუ ჩვევია მასეს განწყობების ცვლა. ასე რომ ეს იცის ღარიბაშვილმა და იცის თუ ყველაფერს მოინანიებს და თუ არ დაიწყებს გახარია რატო გაგიჟდა, იმიტომ რომ გახარია ოპოზიციაში წავიდა. ართალია ხა ის არ წავს თავიდან განსაკუთრებით თავიდან ასე მკვეთრად ბიძინა ივანიშვილის პირადად არ აკრიტიკებდა, მაგრამ ეს ჩაითვალა მალე. აკრიტიკება რაღაცაშია ის იყო ერთადერთი, ვინც ოცნებას ხმებს ართმევდა. ხო, ხმებს ართმევდა, სწორედ მაგით. 2021 წელს კინაღამ რამდენიმე ქალაქი წააგო, მაგის გამო ქართულ ოცნებამ ნაცებთან კინაღამ წააგო. ნიშა რო არ ჩამოსულიყო კაცმარიცის გამო. ნაცებთან ლამის წააგო ქუთაისი, ბათუმი, იმის გამო რომ იმის აუ ნაცების ამსახურება კი არ იყო ეს გახარიას ამსახურება იყო, იმიტომ გახარიამ წაართვა ხმები ოცნებას და ნაცებთან დასაწერად აღარ ყოფნიდათ ხმები და გადასასწრება და ძლივს აი მთელი ამბები ბათუმში საგრებულო წაგებული ქონდა ის კაცი რო არ მომკვდარი იყო ხო ფაქტობრივად საგრებულო წაგებული ქონდა და რამდენიმე ქალაქში წააგეს საგრებულო რა თუ არ მახსოვს სენაკში ხო და სადღაც და ისე ხო ტალენჯი ხა საერთოდ მერიც წააგეს ხო და ეგ იყო მაგის დამსახურება რომ კახარიამ გამოგლიჯა ერთი 10% და ის დანარჩენ რაც დარჩა, მე აღმოჩნდა რომ ნაცებთან კონკურენციისთვის არ არის საკმარისი. რომ მაშინ ნაცებიც უფრო ძლიერები იყვნენ და შედარებით უფრო კარგ მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე ახლა არიან. ხო და ასე თუ ისე მოგეთ ღარიბაშვილის ქცევა ჩვენთვის გასაგებია და ბიზნეს ივანიშვილის ქცევაც გასაგებია, მაგრამ რაც ხდება ჩვენთვის პირადად გაუგებარი არაფერი არ არის, ხო ნორმალური არ არის ეს რაც ხდება, რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში ფულთან დაკავშირებით მე საინტერესო თემაა, რომ ბიზნეს ივანიშვილი სწორედ რომ ის არის გადამწყვეტი, რომ ვისაც ბევრი ფული უჩნდება, მასზე უჩნდება მე ეჭვი, აი ეს ნიშნავს, ჩემი აზრით მისი თანაინვესტორების ფონდის რაგვარია ის ბაჩიაშვილის მაგის გამოყავს დაჭერილი. მასაც რომ დაინახა რომ მისი ბიტკოინები გაიზარდა ისე რომ მილიარდი მიაღწია ბაჩიაშვილზეც ეს ეჭვი გაუჩნდა ჩემი აზრით და ან ბიზნეს ივანიშვილის ვერ წარმოუდგენია რომ ფული კონტროლდებოდეს, ფულს ვიღაცას ჰქონდეს იმდენი ფული, რომელსაც ის ვერ აკონტროლებს და ამ ფულით შეიძლება ერთ დღეს მან რაღაც პოლიტიკური საქმიანობა დაიწყოს და ბაჩიაშვილს ალბათ ამიტომ უთხრა ფული მოიტანეო. ბაჩიაშვილს ფული რომ მიეცა, ციხეში არ აღმოჩნდებოდა ბუნებრივია, ხო? შესაბამისად, აი ეს თემა იყო მაგალითად იგივე ხაზარაძე ჯაფარიძის თემა, ხო? შენ თუ ფული გაქვს და პოლიტიკასთან საერთოდ არ გაგივლია, ოკეი, მაგრამ როგორც კი ხაზარაძე და ჯაფარიძეზე შეამჩნია რომ TV პირველს აფინანსებდა ეგრევე საქმე აღუძრა, ხო გახსოვს? თებილზე კი არა, არტარიაზე ხონდა ეს. არტარიაზე რაღაც საქმე აღუძრა, ანუ შენ ფული გაქვს და თან პოლიტიკაში რაღაც ინტერესი, უკვე ჩემი მტერი ხარ. და ეგრევე საქმე აღუძრა გახსოვს, ხო? ანუ ეს ყველაფერი და მე იმას ვამბობ, რომ ეს რუსული კანონიც მაგის გამო მიიღო, იმიტომ რომ ის დასავლური გრანტების რაღაც 10%, რომელიც დასავლური გრანტების მიდიოდა NGO სექტორზე, იყო ერთადერთი ფული ამ ქვეყანაში, რომელსაც ბიზნეს ივანიშვილი ვერ აკონტროლებდა. და ამ ფულის კონტროლის გამო იყო ამის იყო მთელი ქვეყანა დაგვემხო თავზე, 3 კანონი მიიღო რუსული, მერე ფარა, რუსული კანონი 2ჯერ მიიღო, მერე 4 კანონი, 2ჯერ რუსული კანონი, ერთხელ ფარა და ბოლოს გრანტების კანონი მიიღო. სადაც პირდაპირ ჩაწერეს, პირდაპირ წერია გრანტების კანონში. ფაქტობრივად წერია, თავრობა არა, ანუ შენ ფული ის კი არ წერია გრანტების კანონში, რომ დასავლური გრანტები არ გვინდა და არ შემოიტანოთ. იქ წერია, რომ კი, შემოიტანეთ, ოღონდ ჯერ ბიზნესს მკითხავთ. ბიზნესა რომ იტყვის, რომ კი, ამას მიეცით ფული, მაშინ შემოიტანი. ანუ ბიზნესა უნდა გადაწყვიტოს, ვის მისცე ფული. ეხლა კანონში ბუნებრივია ბიზნესი არ წერია, მაგრამ თავრობა რო წერია გასაგებია, ხო? ანუ ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს
ეს გრანტები საწავა. ანუ თუ მისი კონტროლის ქვეშ იქნება და ის გადაწყვეტავს ვინ მიიღოს ფული, ოკეი, მოვიდეს ფული, პრობლემა კი არ არის ევროპული და ამერიკული ფული. თავარია მისი გვერდისავლით არ ხდებოდეს ეს ამბავი. მისი კონტროლის მიიღო. აბსოლუტური ანუ კონტროლის ყველაფერი ამ თემას უკავშირდება საბოლოო ჯამში რა. დაწყებული რავი ხაზარაძის თემიდან ბაჩიაშვილი გაგრძელება ღარიბაშვილი და რუსული კანონებით და ასე შემდეგ. ეს არის ტიპიური ესეთი ოლიგარქიული მწრობიერების ამბავია რა. მას მისთვის ავტომატურად საფრთხეა მისგან არაკონტროლირება დიფულადი ნაკადები. ხო, ავტომატურად საფრთხეს დაღიქვამს ამას. ამ დროს თან წარმოიდგინე ხა ის ასავლური გრანტების 90% მიდიოდა მთავრობაში, მთავრობას აძლევდა იმპორტს. 10% მიდიოდა NGO სექტორში და მედიაში და ესეც კი ვერ აიტანა. არა, მან არის ცუდა იმიტომ რამდენიმე მილიონს გადაცდა და უკვე კაცმა არის ის ეხა მისი გადმოსახედიდან ის 10%-ია თუ 10-ჯერათი სინამდვილეში ხო არ იცის. ამიტომ უნდა იცოდეს. და რო იცოდეს უნდა გააკონტროლოს. ხო, ანუ ყველაფერს უნდა აკონტროლებდეს, რომ მის ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას. ხო, აქ კლავით პრობლემას ვბრუნდებით ჩვენ ესე იგი რა ეშველებამ საქმეს ესე იგი, იმიტომ რომ ეხლა შეუძლებელია ასეთი კანონმდებლობებით ჩვენ ყოფილიყავით ევროპული სივრცის ნაწილი. შეუძლებელია ასეთი მოწყობით, ქვეყნის პოლიტიკური მოწყობით. ამ დროს ეხლა სადაც ერთი კაცი წვეთს მაგალითად, როდის აღკვეთოს კორუფცია და ეს ხო პირდაპირ გვითხრა ირაკლი ხარი მე ხშირად ვიმარხვა ირაკლი კობახიძემ გამოვიდა და ამაყად განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რომ ესო რატო ფიქრობ ვიღაცამ რომ დაიწყესო ის კობახიძე უჩალიჩებს რაღაცებს ხო იყო ესეთი ვერსია ამ ღარიბაშვილს რომ ამის უარსაყოფად ეთყობა მაგრამ უარესი რამე თქვა ანუ ადამიანმა გვითხრა რომ ჩვენო კორუფციასთან ეს ბრძოლა იმიტომ დავიწყოთ რომ იმენიშვილო დაბრუნდა პოლიტიკაშიო მან დაგვავალაო მან ხო თქვაო რომ აი კორუფციას ანუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ ივანიშვილს რო არ ეთქვა ჩვენ კორუფციას არ ვებრძოდით. მანამდე ვიყავით ესე. ისე ვიყავითო რა კორუფცია არ ვიდა ივანიშვილა რო გითხრა ახლა ებრძოლეთ კორუფციასო და აქ თავარ კითხვა ხო ეს არის რომ აქამდე რატო არ თქვა ივანიშვილმა ებრძოლეთ კორუფციას. ახლა ამ ადამიანებმა ერთ დღეში ხო არ იშოვეს ეს მილიონები. რა თქმა უნდა. რატო არ ქონდა პრობლემა ამდენი ხანი ამ ფულებთან. ხო რას ელოდებოდა? ელოდებოდა იმას რომ სანამ იმდენი ფული არ დააგროვეს რომ საშიში გახდა მისთვის, მანამდე აძლევდა საშუალებას. გარკვეულწილად გამოცდასაც ეჭამათ ეგრეა. ეხლა მეორე მომენტია და რაზედაც მე მინდა ყურადღება გავამახვილოს, სხვადასხვა ნაკლებად მიექცა ამას ჩვენს მედიაში ყურადღება, ეს იყო ბატონი კობახიძის განცხადება აბუ-დაბიში. სადაც მან თქვა რომ ამის დაიფიცა რომ არიან ევროინტეგრაციის მოსურნე, კონსტიტუციაში გვიწერიაო ეს ხაზგასმით თქვა ეს მომენტი და ჩვენ რა თქმა უნდა ვართ რაღაცა ევროპისკენ მივდივართ და ასე და ასე. ვასრულებთ ყველა ვალდებულებას შემდეგ. ეხლა ეს ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, იმიტომ რომ გარდა თუ არ ჩავთვლით თავდაპირველ განცხადებებს, ეხლა პირველად რო განაცხადა ეს რომ უარს უაცხადებთ, ესე იგი 2028 წლამდე ვაჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესო. აი, მაშინ თქვა რომ სამაგიეროდ ვალდებულებებს შევასრულებთ ყველაფერსო, მაგრამ ამ პრინციპში მთელი ხელისუფლების რიტორიკა აქამდე და განსაკუთრებით მისი ამ პროქსი პარტიების და ზოგიერთი პირდაპირ ოცნების პროპაგანდისტების, მაგალითად გოგა ხაინდრავასი და სხვების, აქ პირდაპირ იყო ლაპარაკი რომ ლალი მოროშკინასი და ეგეთების რომ არავითარი ევროკავშირი არ გვინდა, ეს არის გარყვნილების ბუდე და რა გვინდა ამ ევროკავშირში, არაა საჭირო იქ შესვლა. მოდი ვთქვათ, უარი იყო ლაპარაკი რომ იქნებ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან ის მუხლის და ახლა უწებ ასეთი განცხადება თან არავინ არ ავალებდა მას ამაზე არ ყოფილა იქ ლაპარაკი რაღაცას ნიშნავს ჩემი აზრით ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა ნათელი მოეფინა კობახიძეს და გადაწყვიტა რომ აცი მოდი ევროპის მმართველობით ვიაროთ ჩემი აზრით ეს ნიშნავს იმას რაზედაც ადრეც ვაპარაკობდი სხვათა შორის როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ ჩაეხსნას ამ ევროინტეგრაციას და პრაქტიკულად ბიძინამ გადაწყვიტა ცხადია ეს და რაღაცნაირად ამ რუსულ და არაბულ და ჩინურ რაღაც აი ამ სამყაროში წავიდეს უფრო ავტორიტარული რეჟიმების სამყაროში უფრო იქითკენ პოსტსაბჭოთა პოსტრუსულ ასე ვთქვათ პოსტსაბჭოურ პოსტტოტალიტარულ და არაბულ ავტორიტარულ სამუსლიმურ სამყაროსთან დაიჭიროს საქმე და ეკონომიკის. იმიტომ ხა დავოსის ფორუმზე არ მიიწვიეს აგერო ხედავ. იმიტომ ეს არ არის კარგი ამბავი, დაბათ რა უხარიათ ვერ გავიგებ. ეს ვიღაცები მაგაზეც ძახიან კარგია რო არ მიიწვიეს. იქო ლიბერალისტები არიან სულოდ, არ ვიცი ვის გულისხმობენ. ტრამპი აქამდე შეიძლება დადიოდნენ დავოსის ფორუმზე, ხო ბოლო წელია ხდებიან. უმნიშვნელოვანი ფორუმი, ეს სწორედ არალეგიტიმურობაზე ხაზგასმა, საერთოდ არაფერ არ მიაჩნიხართ. ამას უსვამს ხაზს, მაგრამ რას ვამბობ რომ
პრაქტიკამ ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ მოდი აღარ მინდა ევროპა ერთი მაგათ და საით დაახლოებით ეგრე უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ დააყენა პაპუაშვილი ესე იგი ევროპის მლანძღველის ფუნქცია მიანიჭა და დღე არ გავიდოდა ის კაცი რომ დღესაც გაგძელებს დიდი ეშხით და რიხით მაგრამ აღმოჩნდა ის რომ ორი რაღაცა აღმოჩნდა ერთი რომ რუსეთს ეს პრორუსული ასე ვთქვათ ცდილობები ბიზირა ივანიშვილის რომ რუსეთისთვის იამებინა ვერ მიიღო აქედან რუსეთისგან ვერაფერი ბენეფიტი ამის სანაცვლოდ ანუ მას ჰქონდა აშკარად მოლოდინი ეს წინა საარჩევნო განცხადებებში ჩანდა ის ბოდიშის მოხდაც არ იყო შემთხვევითი იქ ოსეპარატისტებს ბოდიში მოუხადა ეს აშკარად ჰქონდა ცდილობა რომ აი ამით მე მოვიგებ პუტინის გულს და იქნება ტერიტორიული ძალიანობის კონტექსტში რაღაც ჩემთვის სასარგებლო პატარა რაღაცაზე იყო ლაპარაკი ხა ის რო არ დაგიბრუნებდა იმ ტერიტორიებს ხადია მაგრამ რაღაც ჩემთვის სასარგებლო იქნება თქვას არ თქვა არათუ სასარგებლო არ თქვა პირიქით ძალიან კაფეო და ცალსახად გითხრა რუსეთმა რომ დაიჭირე ელაპარაკეთ აგერ აფხაზეთის ხელისუფლებას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ესენი არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები აღიარეთ რეალობა დაუდეთ თავდაუსხმელობის პაქტი და მორჩა მე არაფერში არა ვარ ეს საკმაოდ სერიოზული დარტყმა იყო ივანიშვილის ის ამას არ ელოდა ხა რატომ არ ელოდა და რატო ელოდა რომ რაღაცა რუსები თავზე ხელს გადაუსვამდნენ ამ კუთხით ხო არა ეხლა საერთოდ ახალი ტენდენცია წამოვიდა რუსი პროპაგანდისტების მხრიდან ხო სოლოვიოვმა თქვა ერთ-ერთ ეთერში მე დუგინმა გაიმეორე ხა სოლოვიოვმა სომხეთზე თქვა და დუგინმა საქართველოს ახსენა რომ ამ ქვეყანაში სუვერენიტეტი სუვერენულებს ვერ დავტოვებთო საქართველოს სომხეთს აზერბაიჯანს საერთოდ დამოუკიდებელი მათი არსებობა ჩვენთვის საფრთხეა იმიტომ ერთ დღეს შეიძლება ამერიკა შემოვიდეს აქ დიახ მართალია დუგინი თავის აღმავში ისინი სულაზე იყვნენ ხო ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობა სომხეთის აზერბაიჯანის დაუშვებელია ეს არის რეალური გეგმები ეს არის რეალური რა თქმა უნდა ხო ეგ ერთი ამაში არ გაუმართლა ანუ რუსეთისგან რაღაცა ბენეფიტების მიღება არ გამოდის არაბული სამყარო და ჩინეთი და აღმოჩნდა რომ არც იქიდან არ გამოდის არაფერი ისეთი ახლა ამ არაბული სამყაროდან ინვესტიციები მიიღეს იგლ ჰილზის აფიორაზე ძალიან სერიოზული იმედებს დავამყარეთ იმიტომ რომ აქ ძირითადად ჩემი აზრით ფულის გატეტრება უფროა ბიზნეს ივანიშვილის ვიდრე რამე სხვა ამბავი მე ამჯერა ნამდვილად რომ ახლა 11 მილიარდი რაღაც ასეთ თანხებზია იმაში ლაპარაკი რომ ვიღაცა მაშინ რა ქვია წანიში აშენებენ რაღაც ორსართულიან კორპუსს რაღაც სახლს ჩადგამენ და ვიღაც არაბი მილიარდერი იყიდეს ახლა ამჯერა ამისი რა მე რო არაბი მილიონერი ვიყო რატო ვიყიდი წანიში ბინას გასო წავალეგერ ვიყიდი ახლა რივიერაზიან მაიამიშიან სადაც ცოტა სხვა ადგილას რაღაც კუნძულს ვიყიდი ბოლოს და ბოლოს წყნარ ოკეანის სადაც უსაფხულია ამდენდა ახლა რატო უნდა მოვიდე წანიში ვაკელი არ წავა წანიში ჩვენთან და რა ქვია და ის ჩამოვა ვიღაც მილიონერები და გვინებს იყიდიან რომ ძალიან საეჭვო მგონია ეს ამბავი ხო მილიონერები თლად არ არის გათვლილი მაგრამ დიდარ ხალხზეა ხო და ახლა დიდარი რო ხარ გაწოდა დიდარი არაბი რო ხარ დიდარი ინგლისელი რატო უნდა იყიდო იქ ну кай გონიოზე კიდე შეიძლება იფიქრო რომ ზღვა არის ზღვისპირეთი მაგრამ ზღვისპირეთის მეტი რა სოფლიოში кай ადგილი და უფრო იაფად იყიდით მაგრამ დავანებოთ მაგას თავი აღმოჩნდა რომ არაბებისთვისაც ჩინეთისთვისაც განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია იმდენად რამდენადაც შეხარ ევროკავშირთან დაახლოებული თუ ევროკავშირთან ვერ კავშირდები და არა გაქვს მათთან კარგი ურთიერთობა არც ამათთვის აღარ ხარ საინტერესო მაშინ ხარ რასაც ბიზრა ივანიშვილი თავის დროზე ესწრაფოდა ამას და უნდა ვთქვა და ვაღიაროთ ეს მან აასრულა შეასრულა ნამდვილად რეალურად რასაც არის ეს არის პოლიტიკური ორღობი დავარქვათ ასე ანუ არავის არაფერში არ აინტერესებს რა მიგდებული რო ხარ ასე რა ეგდე შენთვის და იღავე რაც კიდე ის კი ხო არა ეგ სიტუაცია ბევრს მოსწონს იმიტომ რომ ანუ დიდი ბიჭები რო ჩათვლები რო ჩხუბობენ კოზაკი არ გაიჭრიდება არა ეს სიტუაცია არის მიგდება ნიშნავს რომ საბოლოოდ ვიღაცა მოკიდებს ხელს და აიღებს ორ კაპიკად გიხიდის და ეს ნიშნავს იმას რომ დღეს ასე თუ ისე სანამ ფული არის კიდე ქვეყანაში და ეკონომიკურად ეს არ ჩანს და ეს ფული რის ხარჯზეა ბიზნეს ივანიშვილის და ქვეყანას და სახელმწიფოს ძირითადად ჩვენთან დღეს ფული კეთდებოდა და ეკონომიკური ზრდა მიღწეულია იმის ხარჯზე რომ ხდება ასე ვთქვათ ომის რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსეთში სანქცირებული საქონლის ასე ვთქვათ ტრანზიტის ფუნქციის შესრულებით ანუ რაღაცას ჩვენ მაგალითად მივყიდით ყაზახეთს მე ყაზახეთი მიყიდით რუსეთს
ან მივყიდი თურქეთს, თურქეთი მიყიდის რუსეთს. დასავლეთში ეს იცოდნენ, ამერიკელებმაც იცოდნენ და ევროპაშიც, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ანუ ეს არ ეთვლებოდა, თავარი იყო რომ უშუალოდ ჩვენი საბაჟოდან არ გასულიყო და ჩვენი საბანკო სისტემა არ ყოფილიყო ჩართული. თორე ასე ჟარგონით თქვა, ჩერეს ვიღაცებზე ჩალიჩზე ამის უფლება მისცეს. ეთყობა ეს იმიტომაც რომ მაინც კაცალ და მას არ აკონტროლებდნენ, რომ იმედი ჰქონდათ რომ თლად ესე იგი ხელს ნუკრავთ. მოდი საქართველოს რომ იარსებონდა რაღაცა ის იყოს, იმიტომ რომ ევროკავშირის პროგრამები შეჩერდა, ამერიკის დახმარებები შეჩერდა და ჯერჯერობით ფული არის მაინც. მაგრამ ეს სანამდე შეიძლება გაგრძელდეს. ეს არავინ არ იცის, დღეს კი ასია, მაგრამ ხვალ როგორ იქნება? ხვალ თუ ჩვენ არც არაბებისთვის არ აღმოჩნდით საინტერესო არჩინელებისთვის, თუ ეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა უფრო საინტერესო აღმოჩნდა და საერთოდ კიდევ უარეს ვიტყვი ამათთვის. ირანი თუ გადავისუფლდა მაგალითად. ირანი თუ ირანს იმდენი გაზი აქვს, შენი სატრანზიტო ფუნქციის მნიშვნელობა შემცირდება 10-ჯერ. ირანს ძალიან ბევრია გაზის და ნავთობის და შაჰის დროს, წინა შაჰის დროს ერთ-ერთი სერიოზული ისიც იყო ექსპორტიორიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის დასავლეთში. და აი რაც აიათოლების რეჟიმია, იმის მერია იზოლაციაში და ამის ხარჯზეც არის. ჩვენ საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ირანია იზოლაციაში და ირანის მეშვეობით არაფერი არ მიდის არსად და სომხეთი და აზერბაიჯანის კონფლიქტი იყო. და ეხლა სომხეთ-აზერბაიჯანი ასე თუ ისე რაღაცა ურთიერთობას აწყობენ ერთმანეთთან, აგერ ტრამპის გზა დაარქვეს თან, ანუ ამერიკაც ჩართულია უკვე ამ ამბავში, ჩვენ არა ვართ ატომღაც, მაგრამ ამბავში და პლუს ეხლა ირანშიც და მე დარწმუნებული ვარ, ირანშიც შეიცვლება ეს რეჟიმი და ის ირანელი ხალხი. კი ბატონო, ამ თემაზე ირანში რას უნდა ველოდოთ და ამერიკის პოლიტიკაზე, მათ შორის არა მხოლოდ ირანთან დაკავშირებით, არამედ გრენლანდიასთან, ევროპასთან დაკავშირებით, ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში. ჩვენი სტუმარი იქნება კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი რომდელის ფონდიდან. ასე რომ დაგველოდეთ, საინტერესო გაგრძელება ექნება გადაცემას რეკლამის შემდეგ. მაშასე დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, შემოგვიერთდა სტუმარი კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რომდელის ფონდის წარმომადგენელი. მოგესალმებით, ბატონ კახა. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. შინაურ პოლიტიკაზე პირველ ბლოკში ვისაუბრეთ მე და ბათომ და ეხლა გვინდა ვისაუბროთ საგარეო მეთუეთეს ბევრი საინტერესო მოვლენა ხდება ხო ჩვენ სირგულივ ირანთან დაკავშირებით. მოდით ირანით დავიწყოთ და გრენლანდიის თემა. ზოგადად ამერიკის პოლიტიკა, ანუ ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ამერიკა შეიძლება რაღაც ჩარეული იყო ირანის საკითხში, მაგრამ დღეს ესე ჩანს, რომ ამ ეტაპზე ეს არ ხდება. იქაც არ ვიცით ჯერ ხო ინფორმაციები ცუდად მოდის, პროტესტი გრძელდება, ჩაახშეს, რა მოხდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპისთვის და რა პროგნოზი შეიძლება არსებობდეს, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს ირანთან დაკავშირებით? კი, ნამდვილად ალბათ ყველაზე ისეთი ამაღელვებელი თემა დღეს და ამ ბოლო 2 კვირის, 3 კვირის მანძილზე არის სწორედ ირანის თემა. ესეთი აჯანყება ირანში ხშირია რაღაც, რა თქმა უნდა, უკმაყოფილება და აჯანყებებიც ლოკალური მცირე ან რაღაც ვიწრო, ესე ვთქვათ, პროფილის ან ასე შემდეგ, მაგრამ ესეთი აჯანყება, ესეთი დიდი და ესეთი ყოვლისმომცველი გეოგრაფიულადაც და აი სხვადასხვა ფენები გამოსული და შემდეგ დიდი ხანია ძალიან არ ყოფილა და გამოავლინა, რაც თავარი, რაც მოხდა, გამოავლინა მთლიანად აი ეს მითოლოგია, რომელიც თქვა ცდილობდნენ ირანში გავრცელებას ეს საერთოდ და არა მარტო სხვა ქვეყნებიც, რომლებიც მისი ირანის ესე ვთქვათ, ისინი არიან მოკავშირეები არიან, თითქოს ირანი არის სტაბილურობის, რაღაც კეთილდღეობის, გარკვეული სოციალიზმის რაღაც ნიშნებიც თითქოს აქვს და თითქოს ხალხზე მზრუნველი რეჟიმი და ეს ყველაფერი გამოვლინდა. ეხლა აი ეს კითხვა, რომელსაც თქვენ სვამთ, რა თქმა უნდა, მე არ მქონდა არანაირი იმედი, მაგალითად, მართალი გითხრათ, რომ შეერთებული შტატები ჩაერევოდა და ეს აშკარა იყო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ირანში ჩარევა, აი ავღანეთი რო ავიღოთ, რომ ავღანეთში მაგალითად ინტერვენცია რომ მოხდა, ალბათ 5-ჯერ მეტი ძალისხმევა და ჯარი ჭირდება ირანში და ავღანეთი შეიძლება არა, სახმელეთო ოპერაციაზე არც იყო საუბარი, ხო? იყო საჰაერო დარტყმა. არა. ეხლა რაც შეეხება სხვა მხრივ ჩარევას,
იმდენად დახვეწილი იყო ხა ირანის მაგალითად საინფორმაციო ჩარევა ვთქვათ ავიღოთ ხო? ან თუ გნებოთ კიბერ ჩარევა ვთქვათ ხო? იმდენად დახვეწილია ირანის თვითონ ირანის შესაძლებლობები ამ მიმართულებით რომ შეიძლება ამერიკას ჩამოუვარდება ცოტა, მაგრამ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. შემდეგ ავიღოთ მაგალითად რაღაც ჯგუფების ხარდაჭერა. ამერიკის როგორც ჩანს დაზერვა ვერ მოქმედებს ისე როგორც მის შესახებ მითები არსებობს. ირანში უბრალოდ როგორც ჩანს არ აქვს ისეთი დასაყრდენი. მართალია ისრაელმა მოახერხა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ოპერაციების დაფარული ოპერაციების გატარება, აი სანამ ის 12 დღიანი თქვა ომი დაიწყებოდა ირანში, მაგრამ ეს არ იყო ისეთი ტიპის ოპერაციები, რომელიც ქმნიან რევოლუციამდელ, ანუ რევოლუციის წინა რაღაც კონტექსტს. და რევოლუციის წინა კონტექსტი არის, როდესაც შენ გაქვს, ესე ვთქვათ, შექმნილი ამ ხარდაჭერილი რაღაც ჯგუფები, უკმაყოფილო ხალხში არსებობს რაღაც დახურული ინფორმაცია, რაღაც არხებით ხდება მათთან კომუნიკაცია, გეგმები და ასე შემდეგ და ეს აჯანყება, როცა დაიწყო, ძალიან ბევრს ეგონა რომ რაღაცა იქნება, ესე ვთქვათ, სერიოზულში გადაიზრდება, მაგრამ აქვე გამოვიდა, ვთქვათ, შახის სახე, ფეხლევი რეზა შახი, ნუ ახალგაზრდა და იმედებს ამყარებდნენ რომ ის ირანში ჩაავა და ასე შემდეგ. პრინციპში ეს საინფორმაციო პოლიტიკა კი არსებობდა ამ მიმართულებით რომ მის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ არის საკმარისი რომ შენ ვიღაცა პერსონას უწყობ ხელს რომ აი თუ რომელმაც თქვა კიდევაც მე მზად ვარ თუ ირანში თქვა შეიცვლება ხელისუფლება ან დაეცემა ეს ხელისუფლება მე მზად ვარ რომ ჩავიდე და დავეხმარო ამ გარდამავალ პერიოდში ეს ამისთვის იყო მზად მარტო და არა იმისთვის რომ ეხა ჩავიდეს და უხელმძღვანელოს აჯანყებას ჭირდება კოორდინაცია ჭირდება გეგმები დაალაგებული სტრატეგია და ასე ეს ყველაფერი ხო არ არსებობს ირანში და ალბათ ძალიან ძნელია რომ არსებობდეს კიდევაც იმიტომ რომ ირანი იმდენად დახურული ავტორიტარული სისტემაა, იმდენად დიდი ხნის და იმდენად ძლიერი საკუთარი აი ამ ავტორიტარიზმის ინსტიტუტებიც არსებობს, ხო? გნებავთ აი ის რო ყავთ სპეციალური 150,000-იანი რა ქვია დამავიწყდა პასიჯები თუ ეს ირანის რა ქვია ირანის აი ისლამის რევოლუციის გუშაგები ამის გარდა ყავთ აი ეს პარამილიტარული ჯგუფები, რომლებიც ჩვენთვის ცნობილია ესეთ ტაქტიკა, ხო, მაგრამ მიკრო ესე ვთქვათ რაღაც ელემენტებში. მაგრამ იქ ეს არის ინსტიტუციონალიზებული. ანუ იციან ყველამ თავისი გეგმები აქვს, როდის უნდა დაუძახონ, გამოვლენ სად ექნება შეკრება და აი როგორც მაგალითად შვეიცარიის არმიას რო არის ვთქვათ მოიცავს თელ მოსახლეობის მეხუთედ მე-6-ს და ყველა მიცის ომის შემთხვევაში სადღაც წავიდეს და იერარქიის ადინახება და რა პუნქტზე უნდა შეიკრიბონ და პირველი სადღაც განლაგდნენ რა რაღაცა. ზუსტად ესე იციან იქ ირანში ყველაფერი ეს იმ ხალხმა არამილიტარისტულმა ჯგუფებმაც და აი ამ ესეთოთ გუშაგებად ეს ამერიკის იმედი შექმნა ზუსტად ტრამპის განცხადებებმა. დიახ, აი მან მივდივარ ზუსტად. დახმარება გზაშია და მან მივდივარ ზუსტად. ანუ ეს ჩემის აზრით ხა კი მართალია ტრამპის ადმინისტრაციის ხალხი და აი დღესაც ახლა უსმენდი აქ რომ მოვდიოდი იმას უშიშროების საბჭოს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც რა თქმა უნდა, ნუ ამერიკამ თავისი ვერსია მოიტანა იმან თავისი ვერსია, ირანის ელჩმა იქ გაეროში თავისი ვერსია, შემდეგ იყვნენ მოწმეები, ორი ირანელი მოწმე იყო, ვთქვათ, რომელიც ყვებოდა რა ხდებოდა იქ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, იყვნენ სხვადასხვა ესე ვთქვათ, აი უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, რომელიც გამოდიოდნენ და იცით რა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ შეუძლებელია რომ იქ რაღაც გადაწყვეტილება მიღებულიყო და ვერც მიიღეს რეზოლუცია. ანუ საბოლოო ჯამში სიტუაცია არის ესეთი რომ პრინციპში ირანში ირანის დამარცხება შეერთებულ შტატებს არ შეეძლო. ტრამპმა ცოტა კი აცხადებენ რომ ძალიან ეს თქვა ისეთი რასაც ამბობს აკეთებს და ამ შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისე როგორც ხშირ შემთხვევაში უკრაინასთან მიმართებაში მისი სიტყვები ძალიან შორს ესე ვთქვათ ძდება, ან რა ვიცი, ძალიან შორსაა მის საქმეებისგან. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ნუ ირანის წარმომადგენელმა მაგალითად თქვა იქ, რომ მოწოდებები და ასე შემდეგ გააღვივაო ეს ისე რა ქვია და
მეტი რაღაც შეძინა, მეტი დაძაბულობა ამ იმას აჯანყებას. თუმცა რაღაცა უნდა გაიკეთებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში დავიდა მინიმალისტურ მოთხოვნამდე არ დახრიტოთ დაჭერილი ხალხი. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როგორ შეიძლება რომ ხა ამაზე მადლობა არ უთხრა, თქვა იგივე რომ შეერთებული შტატები საერთოდ რო არსებობს და რომ ირანს ეშინია რომ დახრიტოს, თქვა ის იმის დაიჭირა. მაგრამ ეს ხო რაღაც საშუალო ის არის რაღაცა ზომა, ხო? შვალედური. არ დახრიტეს დაჭერილები, ჯერ არ ვიცით. ხვალდაზე გრასიზამენ, ეგეც არ ვიცით. ან შეიძლება ისე დახრიტონ, რომ ვერც გაიგოს ვერავინ, ხო? ან გააქრონ საერთოდ. მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა შეერთებული შტატებს არ იყო არც მზად არც შეერთებული შტატები თქვენ ფიქრობთ რომ ჩარევა არ მოხდება შეერთებული შტატების არ არის მოსალოდნელი ჩარევა სამხედრო ჩარევა მე ვფიქრობ რომ სამხედრო ჩარევა არ არის მოსალოდნელი და ყოველ შემთხვევაში იმანენტური საფრთხე ირანისთვის ამის არ არსებობს იმიტომ რომ ეხლა მე არც ისე ახალგაზრდა ვარ ხო მახსოვს და თქვენს გემახსოვრებათ მაგალითად ეს უდაბნოს ქარიშხალი და ის ან თუ გნებავთ 2003 წელიერახში შეჭრა ან თუ გნებავთ ავღანეთში ხო შეჭრა 11 სექტემბრის შემდეგ ანუ იქ დაახლოებით 2 თვე მაინც დაჭირდა თქვა შეერთებულ შტატებზე ყველა შემთხვევაში 2-3 თვე იმისთვის რომ 300-400 ჯარისკაცი ჩაეყვანა ადგილზე და მოემზადებია ესე ვთქვათ ისა იმისთვის ინტერვენციისთვის. ეხლა შეერთებულ შტატებში ეს მზადება არ დაუწყია. ეს თუ ეხლა დაიწყებს მზადებას, ეს გაგრძელდება ძალიან დიდი ხანი ამ შემთხვევაში და არც მე მგონი არც ამერიკის მოსახლეობა და არც ამერიკის პოლიტიკური გარემო არ უწყობს ხელს ეხლა ტრამპს იმას, რომ მას ეს რაღაც მასშტაბური ომი აწარმოოს ირანის წინამდებ, თანაც ამ ომს ალბათ ვერ მოიგებს. ხო, ну ასევე იყო საუბარი, რომ ისრაელმა თხოვა ამერიკას, რაც არ უცნაური ჩანდეს, რომ არ დაერტყა ირანისთვის, იმიტომ რომ 500 რაკეტა დამიზნებული იმიტომ რომ ისრაელმა იცის, რომ ხა საფასუხოდ ვაშინგტონს ვერ დაარტყამს ირანი და საფასუხოდ დაარტყამდა ისრაელს. ისრაელს აუცილებლად. და ისრაელმა ამბობდა, რომ ჯერ არა ვარ მზად იმისთვის, რომ ეს მოვიგერიოს რაკეტები და იქნებ არ დაარტყა. არა, თან მანდ ეს არის, რომ მსხვერპლი თუ არის, ხო? მსხვერპლი უნდა ამართლებდეს მიზანს და მიზანი უნდა ჩანდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მსხვერპლი, შეიძლება უფრო მეტი მსხვერპლი იყოს ირანში, მაგრამ ირანს ვერ დაიპყრობ ესე მარტივად და ვერ დაიმორჩილებს. დაპყრობაზე არც იყო, იქ იყო ხელისუფლების დასუსტებაზე და მე ამ აჯანყებულებს ჩაეგდო. ტრამპის იმ განცხადებაში როგორ ეხა ვენესუელა ხომ არ არის რომ ერთ ადგილას ვთქვათ ჩაფრინდეს 2-3 ვერტმფრენი და აიყვანოს. ამის გარდა მე მინდა ხაზი გაუსვა იმას. ვენესუელას არ აქვს ისეთი საერთაშორისო მხარდაჭერა, როგორიც აქვს ირანს. მისი მეზობელი ქვეყნები, გინდა ჩინეთი აიღე, გინდა რუსეთი აიღე, ვთქვათ იგივე სტარლინკის ჩახშობა ვინ მოახდინა. რუსეთმა ესეთი ის არის, რომ საუბარი ამაზე, იმიტომ რომ რუსეთმა შეიმუშავა ტექნოლოგიები, რომ სტარლინკი ჩაეხშო, თქვათ უკრაინის ესე თქვა უკრაინის ბრძოლაში, მაგრამ ამბობენ რომ ჩინეთიც დაეხმარა ამაში ტექნოლოგიური. მე სხვა სიტუაცია არის. ეხლა უკვე ის დრო აღარ არის, რაც იყო თქვათ 10 წლის წინ, 20 წლის წინ. ეხლა ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ავტორიტარულ რეჟიმებს, რომ აკონტროლონ სიტუაცია, აქვთ ტექნოლოგიები, აქვთ ის რა ქვია, იმის surveillance ეგეთი, ანუ დევნის საშუალებები ხო? ანუ ადამიანების დევნის საშუალებები აქვს ბევრად უფრო დიდი. ანუ ანეიტრალებენ თქვათ იმ ადამიანს, ვინც შეიძლება დასაყრდნობი იყოს მათთვის და ასე შემდეგ. ხო, თუმცა ტრამპის იმ განცხადებაში, რომელიც დაწერა, ხო, ყველა აიტაცა ეს, რომ დახმარება გზაშიაო, მაგრამ იქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება იყო მოწოდება ხალხისადმის, რომ დაიკავეთ შენობებიო. ანუ ტრამპი ამისკენ მოუწოდა, რომ მარტო ქუჩაში გამოსვლა არ არის საკმარისი. ანუ შენ თუ დაიკავ, თუ გინდა ხელისუფლების შესვლა, შენობები უნდა აიღოთ. და ახლა ხალხი თუ აიღებდა შენობებს, მე შეიძლება ეს დარტყმებს ქონოდა აზრი კიდე, ხო, ახლა იმისთვის, რომ ეს უნდა ყოფილიყო, ასე ვთქვა, ნუ სამხედრო იმას, ინფრასტრუქტურას დაარტყმას. ანუ სამოქალაქო ობიექტები უნდა აეღოთ ირანელებს, შეჭრილიყვნენ ვთქვა სასახლეებში და ასე შემდეგ და სამხედრო ობიექტებს დაარტყამდა მე ამერიკა და ნუ რაღაცა შეიძლება გამოსულიყო, მაგრამ ну, ხო, ამ ეტაპზე ეს არის. ესე ჩემი საზრით იყო მითოლოგია, ესეც აბსოლუტურად შეიძლება, მაგრამ ფაქტია რომ მოწოდება ეს. აიღო შეუიარაღებელმა ხალხმა
ესეთი ძლიერი, ესე ვთქვათ, ჟანდარმერია, ვთქვათ, ჭყალებში ყავს ირანს, სამხედრო ძალა არც კი გამოუყვანია. და სამხედრო ძალაც რო შეეძლო გამოეყვანა და კონტროლი დაემყარებია სხვადასხვა ქალაქებში, კომენდანტის საათი შემოიღო და ასე შემდეგ, ხო? ანუ აქ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამ ინსტიტუტების აღება და რატომ მოუწოდა ტრამპმა? ესეც გასაკვირია, ანუ არ ქონდა ესე იგი ან ზუსტი ინფორმაცია, ან უბრალოდ თავის თავზე აიღო. დაზერვა არ მუშაობდა როგორც ჩანს კარგად. ხო, და რა ხდა და ბოლოს გრენლანდიასთან დაკავშირებით რატო აქვს ასე ამოჩენებული? გასაგებია რომ გრენლანდია არის სტრატეგიული მდებარეობის ყველას გვესმის, მაგრამ ასევე ვიცით ყველამ რომ გრენლანდიელების და არც დანი არ არის წინააღმდეგი, რომ რამდენი ბაზაც გინდა ააშენე. ხო, აი წართმევა რატო უნდა მაინც და აი მე აი ისე ამბობს რომ გრენლანდიას ვერ დაიცავენ დანიელები. დანიელები ამბობენ რომ აგერ მოდი და დაიცავენ ააშენე ბაზა. ეს ნუ გასაგებია ალბათ პატარა ბავშვისთვისაც რომ ეს გრენლანდიას ვერ დაიცავენ და ასე შემდეგ ვინ გიშლის რომ დაიცვა 51 წელს დადოს პირველი შეთანხმება როდესაც დანია ოკუპირებული იყო და მე 51 წელს გააგრძელეს ეს შეთანხმება ამერიკელებმა დანიელებთან უფლება აქვს გამოიყენონ სამხედრო ძალა თუ რაიმე საფრთხე ემუქრება გრენლანდიას ან თუ რაიმე სამხედრო მიზნები არსებობს და გრენლანდიის გამოყენება ჭირდება ტერიტორიის შეერთებულ შტატებს აქვს ლეგალური უფლება ამისთვის, მაგრამ არა იმისთვის, რომ შეიყვანოს ჯარი და ოკუპირება მოახდინოს. აი ეს არის. ეხლა ეს არის აბსოლუტურად მოგონილი იდეა. მე რაც მგონია, ისიც კი არ არის მთავარი მიზეზი, რომ თქვათ გრენლანდიაში არსებობს ეს იშვიათი მეტალები და ეს ჭირდება საერთაშორისო კონკურენციას ჩინეთისგან დამოუკიდებლობა რომ მოიპოვოს ამ კონტექსტში, თქვათ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, ხო, შეერთებული შტატების ესეც არ უნდა იყოს მე ესე მგონია, იმიტომ ისევ და ისევ გრენლანდიაში არავის არ უშლის და არანაირი პრობლემა არ დაემუქრებოდა ამერიკულ ბიზნესს, რომ დაიწყონ იქ ეს სამუშაოები და მოითხოვონ ლიცენზიები აიღონ და აწარმოონ და რამდენიც უნდათ ამოიღონ ის იშვიათი მეტალები იქიდან ვინ დაუშვეს პირიქით ხელს შეუწყობენ და ევროპელები თავისი ინვესტიციებითაც შემოვიდოდნენ და დაეხმარებოდნენ, ხო? მაგრამ ესეც არის მე ესე მგონია, რომ აქ არის პოლიტიკური აი ეს მიზანი არჩევნები მოახლოებული 26 წელს, ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს შეთქმულების თეორია, ამიტომ რომ ახლო არ არის რაღაც პრაგმატული მიზანი აბსოლუტურად პირველ რიგში რაც ადარდებს ეხლა მაგას და მაგას გულისხმობ იმ ფრაქციას ტრამპისტულ ფრაქციას თქვათ იმაში კონგრესში მაგას და ტრამპს პირველ რიგში ადარებს 26 წლის აი ეს საშუალედური არჩევნები და წარმოიდგინეთ თქვენ ტრამპი ფიქრობს რომ გრენლანდიის შემოერთებით აბსოლუტურად როგორც პუტინი ფიქრობდა რომ უკრაინის შემოერთება დონბასის ან ყირიმის შემოერთებით და მართლა გაიძლიერა ხო როგორც ავტორიტარი გაძლიერდა ძალიან პუტინი ანუ სხვა გზას ვეღარ ხედავს როგორც ჩანს ტერიტორიული ექსპანსიის ესე თქვა და იმის ჩვენი ამერიკას ტერიტორია შეუმართება. ამერიკას აქვს გამოცდილება ეხლა ტეხასი თავის დროზე წაართვა მე-19 საუკუნეში იმას ხო მექსიკას კი ბატონო კალიფორნია წაართვა ლუიზიანა ფრანგებისგან იყიდა ნუ აიძულა რომ გაეყიდა ხო ალიასკა რუსები აიძულეს რომ ეყიდა იმისგან ხო და ასე შემდეგ ხო და ეს გამოცდილება რო აქვს როგორც ჩანს დაუჯდა ჭკუაში ვიღაცებს აი ხო ყავთ ისეთი მრჩევლები როგორც ეს რა ქვია ბენონი ყავდა თქვა წინა იმაზე ანუ დუგინისნაირი ხალხი მაგალსაც ყავს ირგვლივ ესეთი ხალხი რომლებისთვისაც მორალური და რაღაც საერთაშორისო სამართალი და რაღაც ესენი არ არსებობს და შეუძლიათ მიზანს მიაღწიონ აი ესეთი თქვა აქციით მე ერთადერთი რაციონალურ ესე თქვა ამის ახსნას ვხედავ ამაში სხვას ვერ ვხედავ თუ არ არის რაღაცა თქვათ ეს შუალედური რაღაც ნაბიჯი ამბობენ იმასაც რომ ვითომ უნდა აიძულოს რომ ევროპა უფრო აქტიური გახდესო და როგორც აიძულა რომ ნატოში გადასახადები გაზარდონ თავის და ნატოს წევრებმა დაფინანსება სამხედრო დაფინანსება გაზარდონ 5%-მდე რაც მართლა ხდება 2025 წლამდე გაზრდიან ესე ანუ აქაც უნდა რომ ევროპელებმა დაიწყონ დაცვა თქვათ აი ამ ჩრდილოეთის გზის და ჩრდილოეთის გზა მნიშვნელოვანი რაღაცა არის იმიტომ რომ ეგ მართლა ეხლა იხსნება 4 თვით 3-4 თვით წელიწადში ეს გზა და არის ნუ 1.5-ჯერ მინიმუმ
უფრო მოკლე ვიდრე სუეცის არხით, მაგალითად ჩინეთიდან რომ მიდის ტვირთები თქვათ ევროპაში ან თუ გნებავთ ამერიკაში, ხო? ორჯერაც, თითქმის ორჯერ ნაკლები გზა არის ჩრდილოყელოვანი ოკეანით, მაგრამ ის იკეტება. ეხლა ამ გლობალური დათბობის შედეგად ცოტა ხანში, რამდენიმე წელიწადში 6 თვე იქნება გახსნილი ეს გზა. და ეს გზა აკეთებს იმხელა ეკონომიას, რომ მართლა ეს ჩინური ტრაფიკი და ეს რუსული ტრაფიკი სულ წამოვა მაქეთ. და ალბათ ეკონომიკური იმის კონტროლის საკითხიც არის. კონტროლის აი იმ გემების, ესე ვთქვათ, იმის მოძრაობის, ძალიან დიდი ტრაფიკის მოძრაობის, რომელიც მან დაიდებს საფუძველს. თუმცა ესეც ერთ-ერთი რაციონალური შეიძლება იყოს, მაგრამ არ ვიცი რამდენად ღირს. აი იმათ რასაც ამერიკაში არ უშლის გრენლანდიის და ნუ შეიძლება ის თუ ამ ტერიტორიის ფლობელი იქნება, ეხლა დავასრულებ, თუ ამ ტერიტორიის ფლობელი თუ იქნება, მაშინ ყველა ესე ვთქვათ პუნქტი, მაგალითად დაკვირვება ამ გემებზე, რომლებიც შემოდიან, დაზღვევის საკითხები, პორტები, მომსახურება, ხო? ამ ნაკადების, ხო? იქნება შემოსავალი ამერიკისთვის. ეს ამაში შეიძლება იყოს რაღაც ეკონომიკური, მაგრამ არ ამგონია რომ ამის გულის გვერდზე ევროპასთან ომი ნატოს დაგრევა. მადლობა დიდი კახა გოგოლაშვილი, ევროპული კლუბების ცენტრის დირექტორი იყო ჩვენ სტუმარი. მე გემშვიდობებით კვირამდე, კვირას 20 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით ჩვენ სტუმარი გაფარიძე, ასე რომ საინტერესო გადაცემა გელოდებათ.